უკვე ნიკა გვარამიაზე ამბობს, რომ სამწუხაროდ ის ყოფილი ძალოვანია და ასე შემდეგ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი ეს ეპითეტები, როგორ ახასიათებს მას და რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე? შუადღე მშვიდობის მადლობთ მოწვევისათვის. ძველ ბერძენ ფილოსოფოს დიოგენეს აქ ესეთი გამოთქმა ხმა მოიღო რომ დაგინახო, ანუ შეგიცნო. როდესაც ადამიანი საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებებზე, ადამიანების მიმართ, მოვლენების მიმართ, წარმოაჩენს საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში ქალბატონმა წულკიანმა თლიანად წარმოაჩინა საკუთარი სახე, საკუთარი კომპლექსები, გამოჩნდა რა ხვითოც არის და მე ქალბატონი წულკიანი მაგონებს ფაშისტური გერმანიის SSL ოფიცერს, რომელიც ადამიანებს ცინიკური ღიმილით მიუძღვებოდა გაზის კამერისაკენ. და დიდი სიამოვნები დღეს რო იყოს ეს სამსახური, ამის საშუალება რო ქონდეს, წულკიანი ამას გააკეთებდა აუცილებლად, მით უმეტეს ტრადიციით მოსდევს მას, მის მამას გამოტანილი აქვს 26 ადამიანზე დახვრეტის განაჩენი. და არ არის გასაკვირი, რომ ესეთი კომპლექსები ქონდეს ამ პერსონას და ესეთი დამოკიდებულება, ხო, იმ მამამ აღზარდა მერე ეს. და მის დამოკიდებულებებსაც უყურებთ, რა დამოკიდებულებები გააჩნია ადამიანის მიმართ. ზოგადად ეს კამპანია წამოწყებულია იმის გამო, რაც ივანიშვილმა გადაწყვიტა და ზოგადად ეს არის დიქტატურის, ავტორიტარიზმის ანატომია. ჯერ უნდა მიიტაცო ხელისუფლება, ხელისუფლების მიტაცების ორი ფორმა არსებობს, შეიარაღებული გადატრიალება და მეორე არჩევნების ტოტალური გაყალბება. არჩევნები ტოტალურად გაყალბა, ძალაუფლება მიტაცებულია, უზურპირებულია და შემდგომი ნაბიჯები არის პარტიების პოლიტიკური, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმება, გამოაცხადეს კიდევაც ეს გეგმა, ზოგს რეგისტრაციას გაუქმებთ, ზოგს დაფინანსებას გაუქმებთ, გავაგრძელებთ რეპრესიებს და რაც მთავარია, თავისუფალი მედიის დახურვა. თავისუფალი სხვა გვარად ვერ დახურავენ, ვერ გაილაშქრებენ მთავარი არხის წინააღმდეგ, ესეც დაანონსეს სხვათა შორის ეს ჩემ ვარაუდები, ლოგიკური ბმები კი არ არის. რაც თქვეს დაანონსეს პირდაპირ, ამიტომ მთავარი სამიზნე ასეთ შემთხვევაში არის ნიკა გვარამია, მთავარი სამიზნე არის მთავარი არხი, რათა განცხადებული აქვს მრავალგზის, მაშინ რუსთავი 2 იყო, გამორთეთ რუსთავი 2 და თქვენ ნახავთ რა ბედნიერი ცხოვრება იქნება, თურმე კოვიდიც გაქრება, მაცევრებიც გაივსება და სოციალური და ახლა მთავარ არხზე განმოვიდა. და რა თქმა უნდა სამიზნე ამის გამოა სწორედ გამختარი და ეს სურს გაასუფთავოს მოედანი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართულებაში გაასუფთავოს თლიანად ველი და დამყარდეს ერთპარტიული, ერთპიროვნული ავტორიტარული დიქტატორული მმართველობა. ესაა გადაწყვეტილი, ესაა მისი ბუნება, ესაა მისი ხასიათი და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ახლა ვეგუებით ამას თუ არ ვეგუებით. აი სტრასბურგიდან ჩამოსული თეა წულკიანი რომ ამობს, არა უშავს თვალთვალს რა უჭირს, მზეთ უნახავია რომ გაუკვირდესო. არის თუ არა წახალისება ეს სპეცსამსახურების, რომ კიდევ მეტი უკანონობა, კიდევ მეტი დაუსჯელობა და მე ასეთი სინდრომების წახალისებას ხშირად აქვს ძალიან დიდი უკუქცევითი შედეგი და გამანადგურებელი შედეგი ხოლმე საზოგადოებისთვის, მაგრამ მიზანი ეს არის, რომ პირიქით ზუსტადაც ამაზე არ დარდობენ, რომ წინ დიქტატურისკენ და აღარაფერი აღარ არის. წინ დიქტატურის რა ბედნიერად გრძნობდნენ ისინი თავს, როდესაც მარტო ისხდნენ პარლამენტში, მოგვაგონეს ძველი დრო, დაგვაბრუნეს ბოლშევიკში, კომუნიზმში, როგორ ტაშს უკრავდნენ, ხუხარეთ, მადლობას უხდიდნენ არა ქართულ ხალხს, რა თქმა უნდა, რომელსაც ისინი არა ურჩევი, არამედ ივანიშვილს, რომელსაც თვლიან ძალაუფლების წყაროდ, რომელსაც თვლიან ბატონად, რომელსაც წყალობა მოიღო აი ესეთ პერსონებზე და გახადა ისინი ფიგურები, თუ შეიძლება ამათგან რაიმე ფიგურა გამოვიდეს, სახელმწიფო მოღვაწე გამოვიდეს, რა თქმა უნდა, არა, მონობაში რჩება, რა თანამდებობაც არ უნდა მისცე მას, ამის კლასიკური მაგალითი ეს ქალბატონიც არის სხვათა შორის, იგივე კობახიძე და ამ გზაზე დგანან ისინი მყარად და პირდაპირ ამბობენ, რა თქმა უნდა, გითვალთვალებთ, რეპრესიებს გავატარებთ, დაგსჯით დაგხვიტავთ და ასე შემდეგ. ხო გეუბნებით, გაზის კამერები გაჭირდებათ და ეს ქალბატონი წულუკიანი დიდი სიამოვნებით იმუშავებდა იქ ერთ-ერთ SSL ოფიცერად, რომელიც ასე გაზის კამერაში შეიყვანდა ან სახჭობელაზე აიყვანდა ადამიანებს. ისინი დაბრმავებული არიან საკუთარი მდგომარეობით და ეს მაძღარი მონის ფსიქოლოგია, რაც მათ გააჩნიათ
და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ხდება, რომ დამონება უნდათ მთლიანად სახელმწიფოსი, ჩვენი სახელმწიფოს არსის შეცვლა უნდა. რაც 21-30 წლის წინ მოვიპოვეთ, სწორედ იმ ის მონოპოლარი ქრება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ქრება. რაზეა დაფუძნებული ჩვენი სახელმწიფოებრიობა? რატო გვინდოდა გამოსვლა მეტროპოლიიდან, რატო გვინდოდა დამოუკიდებლობა? ყოფილიყო თავისუფლება, მრავალპარტიულობა, ყოფილიყო სიტყვის თავისუფლება მათ შორის, არ ყოფილიყო პოლიტიკური ნიშნით დევნა, ყოფილიყო თავისუფალი არჩევნები და აერჩიათ ადამიანებს ის, ვინც უნდათ და პირდაპირ კონსტიტუციაში ეს გვიწერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამ მონოპოლს აუქმებენ დღეს. ეს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ან გადარჩება, ან არ გადარჩება. თავარი ღირებულება, რაც არის თავისუფლება, იმას გვართმევ, ის წაგვართვეს და რაღა დაგვრჩენია. და სწორედ ამის გამო იყო დღეს შალვა ნათელაშვილმა შეიტანა. აი, ამაზე გითხოთ ბატონ გიორგი, ვიდრე გადახვალთ ამ თემაზე. ეგზისტენციალური საფრთხე ახსენეთ, სახელმწიფოებრიობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ აი ეხლა რო პოლიტიკურ სურათს შევხედოთ, ერთის მხრივ გაუქმებ თავარ ოპოზიციურ ძალას რეგისტრაციას, შეტევას გამახორციელებთ, უბოდიშს არ მივხვდი, სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავ, არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, დავიჭერ ან არ დავიჭერ ნიკა გვარამიას, მაგრამ ამას მის თავზე დავკიდებ დამოკლეს מחვილივით ამ თემას. ეს ყველაფერი რისთვის, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში? აი ეს არის ეხლა ყველაზე მოკლევადიანი მიზანი ქართული ოპოზიციის. მიზანი მათი არის, რომ რამენაირად შეილამაზონ, მაკიაჟი გაიკეთონ, ამ მახინჯ დიქტატორულ სახეზე მაკიაჟი რო გაიკეთონ, საჭირო არის ოპოზიციის შეყვანა. იქ და ამავე დროს ამითი რაიმე ფორმით აჩვენოთ თითქოს დემოკრატიული ქვეყანა ვართ ჩვენ, სიამდვილეში ყველაფერი საკუთარი სახელი უნდა დაერქვას. დემოკრატია ან არის, ან არ არის. ამავე დროს პროცესია. როგორც ნახევრად ფეხმძიმე ქალი არ არსებობს, ასევე ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფო ნიშნავს, რომ ავტორიტარიზმის გზაზე ვდგავარ და საკუთარი სახელი დაერქმევა და აქედან გამომდინარე მოხდა. მე დაუბრუნდები იმ თემას, რომ განცხადება გაკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტოდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, მოგეხსენებათ, ჩვენ 20 წელია გარეთ ავარდა მესამე ხელისუფლების პირობებში უკვე გვიყალბებენ არჩევნებს, არ გვიშვებენ პარლამენტში და მაგრამ დღეს შეგნებულად ითქვა ყველა იმ პრივილეგიაზე თბილ სავარძელსა და კაბინეტზე, მაღალ ხელფასზე, უცხოეთში ვიზიტებზე, თანაშემწეებზე, პერსონალურ მანქანაზე, მომსახურებაზე, ამაზე ყველაფერზე უარი ითქვა დღეს. აი ეს განცხადება ამას ნიშნავდა, რაც შალვა ნათელაშვილმა გააკეთა, იმის გამო, რომ აი ესე ჭირდება დღეს ქვეყანას. ესე ჭირდება დღეს ხალხს. დღეს უნდა გადავარჩინოთ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, მისი მომავალი უნდა გადავარჩინოთ. დღეს და ბუნებრივია ვიქნებით ჩვენ ხალხთან ერთად. მეცაც გეტყვით, ავანგარდში ვიქნებით ამ ბრძოლაში. თუ ეს არ მოვიგეთ, ჩვენ დავკარგათ თავისუფლებასაც, დამოუკიდებლობასაც, დავკარგათ სუვერენიტეტსაც და უბრალოდ აცხადება ის ავის რახვები, რაც ჩვენ ჩრდილოეთში იწერება და რის გამოც გამოუშვეს რუსი ოლიგარქი ივანიშვილის საქართველოში, რომ საქართველოს თავისუფლებისაგან სწრაფვა შეწყვიტოს და ის კვლავ გახდეს რუსეთის იმპერიის ნაწილი. და ბატონ გიორგი, მისი გუბერნია, საუკეთესო შემთხვევაში გუბერნია და პუტინს, რომელიც პირდაპირ გითხრა, როგორ წარმოუდგენია საქართველოს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად, მთლიანადაც არ წარმოუდგენივართ. აქედან გამომდინარე, ამ ბრძოლას ეს ხასიათი აქვს, ეს ბუნება აქვს და არა მხოლოდ ის, რომ თითქოს ეს ოპოზიცია და ხელისუფლება შორის არის მწვავე დაპირისპირება. არა, ეს გადარჩენისათვის ბრძოლა, ეს თავისუფლებისათვის ბრძოლა. აქეთ ხალხი, აქეთ ოლიგარქი. ჩვენ უყურეთ ხო იმ პარლამენტში უყურეთ გაქსუებულები, აი ძველ რომის სენატში რომ პატრიციები ისხდნენ. პატრიციები ისხდნენ ამ აშიმშილებულ ქვეყანაში, სადაც 80,000 ბავშვი შიმშილობ, 9 მილიონი მოშიმშილი ადამიანი ყავს ამ პატარა ქვეყანაში, ხო? ჩვენ უყურებთ რომ ჩამოშლილია მთლიანად სამედიცინო სფერო და პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიწირა ადამიანები, მაშინ როდესაც ამ რამდენიმე თვეში 7 მილიარდი მოიპარეს, რომელიც ვისესხეთ და რომელიც ჩვენი შვილების გადასახდელია. აი ამ მავნე ადამიანებთან გვაქვს და ისინი იმიტომ არიან პარლამენტში, რომ მოიპარონ საკუთარ ბიზნესს, უყარაულონ ბიუჯეტი გამოხრან და გააგრძელონ ესე ცხოვრება. პარლამენტის ფუნქციონირება, ოპოზიციის თავარი მიზანი, რომ რიგარეში არჩევნები დაინიშნოს გაზაფხულზე. აი, რამდენად ხედავთ ამის კონტურებს და რამდენ რეალისტურია თქვენი გეგმა? ეს დამოკიდებული არის ჩვენზე, ჩვენს პრინციპულობაზე, ჩვენს ერთგულებაზე, ხალხზე, თუ ჩვენი იდეების, ჩვენი პრინციპების ერთგულებით დავჭი და გავიაზრეთ, რას ნიშნავს ეს, რა
რაც შეყარა იქ და ერთპარტიული და დაგვაბრუნა იმაში რა ქვია ბოლშევიკში. თუ მიიტაცა და ყველაფერს ეროზია გაუკეთა ან ჩამოაგრია. ჩვენ არ უნდა უყუროთ ბიძინა რას ფიქრობს და რას გააკეთებს. ჩვენ თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენ თავზე დამოკიდებული, პრინციპულები უნდა ვიყოთ, შეუვალები ჩვენ პოზიციაში და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. ის რა თქმა უნდა, სანამ ბავშვი რატო ტირისო, ბავშვი გასცდის და იმიტომ ტირისო. რა თქმა უნდა, თუ გაუვა, თუ თავი დაუხარეთ, თუ შევფუთეთ, ვიტყვით, ახლა სახელმწიფო სჭირდება, ახლა ჩემო იმანო იქ უცხოელები რა თვალით შემოგხედავენ და უნდა შევიდეთ, დავსვდეთ იქ, გავუправოთ ეს არჩევნები. თუ ასე დავიწყებთ ერთი ადგილის თამაშს, მაშინ ბუნებრივია ამას დაამყარებს, ამ მიზნებს მიაღწევს ის. ეს დღეს ცუდ მდგომარეობაშია ივანიშვილი, ამიტომ ჩანან აგრესიულები, იმიტომ ვერ შეძლეს მათ ოპოზიციის გატეხვა, ვერ შეძლეს ხალხის გატეხვა. ყველაფრის მიუხედავად ტოტალური გაყალბება იყო ხო არჩევნების და ეს რა პარალელური დათვლა, რის პარალელური დათვლა. ჩვენ ხო უყურებდით უბანზე, რომ იდგნენ მასობრივად ისინი რა ქვია კრიმინალები, ხელისუფლებასთან შეკრული კრიმინალები. რა მოხდა თქვენი აზრით სხვა სახელი ქვიათ, მათ ხო უყურებთ რომ ცემატყება იყო ატეხილი, იარაღებს ხო ატრიალებდნენ. ჩვენი ქუთაისის მერობის კანდიდატი ცემეს პირდაპირ უბანთან. ნუ სხვა უამრავი დანაშაული ვიცი. ჩვენ ხო ვიდეო გადაღებული არის ვიდეოზე, როგორ არიგებდნენ პირდაპირ პულს, რა ქვია, პირდაპირ საარჩევნო უბნის წინ. 8000 ბიულეტენია გამქრალი. ანუ 8000 კარუსელი დატრიალდა. მესამედი უბნებისა, ანუ 3800-მდე უბანია და მესამედ უბნებში ბალანსი არ ჯდება. მათემატიკა ხო ზუსტი მეცნიერება. 1-ს დაუმატოთ 1 არის 2. 2-ს დაუმატოთ 2 არის 4 და არა 41. ეს გითხრა CSGO-მ. რატომ ამას პარალელური დათვლა? ჩვენ ხომ ნახეთ ისინი რა ქვია ოქმები, სადაც მომსვლელი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ხმა ქონდა ოცნებას მიღებული. ამას რატომ და პარალელური დათვლა ხალხო? ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში და მიუხედავად ამისა, აი ყველაფრისა, ხო? 52%-მა ამ ყალბის შედეგებითაც ივანიშვილის ამ ბანდის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს და ძალაუფლება უზურპირებული აქვს, მიტაცებული აქვს? ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ხალხს. თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის სახელმწიფოებში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და თუ ის ძალაუფლება წაართვა და ვინმე გადაწყვიტა დიქტატურა, ხალხს აჯანყების უფლებაც აქვს. გასაგები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მომავალი 70000 სტატუს შეწყვეტილი სტუდენტი. რომელსაც წართმეული აქვს მომავალი. ეხლა ჩვენ უყურებთ სოციალური სტრუქტურა იშლება საზოგადოებისა. აი პატარა წარმონაქმნები რო იყო საშუალო ფენის, რომელსაც ოდნავ შემოსავალი ქონდა და რომელიც სხვადასხვა დემოკრატიასა და სტაბილურობას განაპირობებს სახელმწიფოს. იმიტომ ისინი მოწყვლადი ფენა არ არის, არ იყიდება კარტოფილზე, ოცლარზე და ასე და ასე. შემდეგ თავისუფალია, საფუძველია სახელმწიფოში, მთელ მსოფლიოში. ისინი დემოკრატიის საფუძველია, კეთილდღეობის ბიუჯეტში ყველაზე მეტი შემტანი არიან. იშლება ეს სტრუქტურა, ხალხო. გაიყოფა ორად, გვეყოლება პატრიციები და დანარჩენები იქნები პლებები, მონები, უფლება აყრილები, რომელსაც საარსებო საშუალებაც არ ექნება. აი ამას ასეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. და არ უნდა რაღაც ლავირება, ესე შევხედოთ, ისე შევხედოთ, რაც ზოგიერთმა დაიწყეს, ხალხი სხვათა შორის მოთხოვნებში არის პრინციპული. ის ელოდება ეხლა ოპოზიციას, თუ დაერქვი პოლიტიკოსი, ანუ ის ვალდებულება გაგაჩნია, რომ შენ აღასრულო ხალხის ნება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სარკისებრი, ისინი პირადი მოთხოვნილებიდან მოქმედებენ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ხალხის, სახელმწიფოს თავისუფლების ინტერესებიდან. აქ უნდა ვიყოთ პრინციპულები, აქ უნდა ვიყოთ შეუვალები და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. აი როგორც ერთმანეთს უყურებთ, როგორც ეხლა საზოგადოება გვიყურებს, ასე ვარ დარწმუნებული ამ ბრძოლაში. იმიტომ საქართველოს ისტორიაც ეს იყო, კაცობრიობის ისტორიაც თავისუფლებისათვის ბრძოლა, ღირსებისათვის ბრძოლა და იმარჯვებდა ყოველთვის ღირსეული. თავისუფლების მოყარე ხალხი იმარჯვებდა. აი ეს არის ჩვენი ამოცანა, ამას არ ჭირდება სხვა ირიბი ქმედებები ხელისუფლებასთან ყველას აწერია შუბზე, ვინა ხელისუფლებასთან გარიგებული, ვინ ის ოქროს იმას რა ქვია, ვერც 30 ვერც ვინ მოკიდა ხელი, ვინ გახდა იუდა, სხვათა შორის ასეთი სიუჟეტები სხვათა შორის იუდას იცნობს, აუცილებელი ფიგურანტია ასეთ პროცესში იუდა. ყველა გამოჩნდება ეს ხალხმა ჩემზე უკეთესად იცის, ახლა ყველა საკუთარი ქმედებით, საკუთარი საუბრით ადამიანი წარმოაჩენს საკუთარ თავს და წარმოჩნდა სულ ყველა
მადლობა გუგავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ის ამბობს რომ თუ კი იქნება ოპოზიცია ერთიანი, მაშინ მთავარი მიზანი რიგარეში არჩევნები აუცილებლად დაინიშნება და ქართულ ოცნებას არ შერჩება სახელმწიფოს და არჩევნების მიტაცება. დღის სტუმარის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. ვსაუბრობთ უპრეცედენტო რეპრესიების ანონსზე, რომლის ავტორიც ქართული ოცნებაა და ემუქრება მედიას, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. ერთმანეთს შევხვდებით.